გურამ ჩხატარაშვილი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. უძველესი ადამიანის კვებისა და საკვები რაციონის შესწავლა მეტად საინტერესო საკითხია, რომელზედაც ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი დასავლელი კოლეგები. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა საკმაოდ ესე ვთქვათ, მასშტაბური და სპეციფიკურია, იგი სცილდება არქეოლოგიის ასე ვთქვათ, ფარგლებს და ექცევა საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინტერესში. პალინოლოგიას, არქეოზოოლოგიას და არქეობოტანიკას შეუძლია გარკვეული ხასიათის ინფორმაცია მოგვაწოდოს ნიმუშების შესწავლის საფუძველზე საკვებად გამოყენებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. თუმცა სამწუხაროდ იშვიათად ხდება ხოლმე ჩვენს რეალობაში, რომ ძეგლებზე აღმოაჩინოთ სრული არქეოლოგიური კომპლექსი. ანუ მე გულისხმობ როგორც თვითონ არქეოლოგიური მასალა, არტეფაქტები, ისე მძლოვანი მასალაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგიონი აჭარა სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაშია და ხშირი ნალექიანობის გამო ღია ტიპის ნამოსახლარებზე ძლოვანი მასალა შემორჩენილი არ არის, ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ კვლევის იმ მეთოდებს, რომლებიც დაგვეხმარებიან გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ აი სწორედ ამ კვების რაციონთან დაკავშირებით. მახვილაურის ნეოლითური ნამოსახლარი, რომელიც გეოგრაფიულად ხეულაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საინტერესო არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მდებარეობს, ასე ვთქვათ, ბუნებრივ ბორცვზე, ახლოს ჩამოუდის მდინარე ჭოროხი და როგორც კვლევებმა აჩვენა, ძირითადი საქმიანობა იმდროინდელი ადამიანის უნდა ყოფილიყო მეთევზეობა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია გვაქვს ასევე შემგროვებლობასა და ნადირობაზე. პალინოლოგიურ ნიმუშებში დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სოკოს სპორები, კაკლის, თხილის მტვერი და სხვა ესე იგი ნაშთები, რითაც რაღაც ინფორმაცია მივიღეთ იმდროინდელი ადამიანის კვებაზე. მაგრამ ეს მაინც ჩვენი გადმოსახედიდან არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაძლევს ეს კონკრეტული კვების ასე ვთქვათ რეკონსტრუქცია, საკვები რაციონის რეკონსტრუქციას. აი ამ მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გქონდა გათხრების დროს აღმოჩენილი კერამიკული ფრაგმენტები, გამოვიყენეთ ასეთი მეთოდი კერამიკის ორგანული ნაშთების ანალიზი, რომელიც გაკეთა ბრისტოლის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში და ეს მეთოდი სწავლობს, ასე ვთქვათ, კერამიკაში არსებულ ცხიმებს, რაც აძლევს მკვლევარებს შესაძლებლობას, რომ ამ ცხიმების საფუძველზე აღადგინონ კონკრეტული საკვები, ასე ვთქვათ, მასალა, რომელიც იქნა მომზადებული აი ამ კერამიკაში. რამოდენიმე ხნიანი ასე იგი კვლევის შედეგად სპეციალისტებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-6 წლეულით ათარიღებული კერამიკიდან აიღეს ნიმუშები და დააფიქსირეს გარეული ღორის ხორცის, დათვის ხორცის და ასევე თევზის და თევზეულის ცხიმები. გამოდის, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-7 წლეულში სოფელ მახვილაურის ტერიტორიაზე მცხოვრები ნეოლითელი ადამიანები აღნიშნული ხორცს მიირთმევდნენ და ეს იყო მათი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი თავის
თავიანთ საკვებ რაციონში. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება და მისი დასრულების შედეგად ჩვენ გვექნება სული სურათი ნეოლითის ხანაში მცხოვრები ადამიანების კვებისა და კვების რაციონის შესახებ.